ქართული ოცნების რეჟიმისთვის ეხლა ეს რას ეს აქტი რა არის, რა თქმა უნდა, ხელის გულზე ჩანს, ხო? მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, რომელიც ხალხთან მიიტანს სიმართლეს და ყველანაირად გააშუქებს იმას, რაც ხდება ქვეყანაში ობიექტურად. მაგალითად იქნება ეს ბევრნაირი მაგალითის მოყვანა შეიძლება ეხლა, ხო? ჩინოვნიკები რო 1000-ობით ლარს იმატებენ ხელფასს და მაგალითად პენსიონერს რო 20 ლარით ეზდება მხოლოდ პენსია, ქვეყანაში გაზრდილი ფასები და 1000 წვრილმანი ეს სოციალური პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო მეტად აიმაღლოს ხალხმა ხმა, რომ არ დაუშვათ ქვეყანაში ეს თავისუფალი მედიის გაქრობა. პირადად ჩემი მხარდაჭერა თრიალეთს და კიდე იმასაც დავამატებ, რომ თრიალეთია ზუსტად ის ტელევიზია, რომელსაც ასევე სხვა ხელისუფლებებიც ებრძოდნენ. იყო პრობლემები, წარსულში გვახსოვს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებები შეიცვალნენ, მაგრამ თრიალეთი გადარჩა და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. დარწმუნებული ვარ, იგივე სურათი განმეორდება ამჯერადაც.